მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დავწრე საზოგადოებას. ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას. დღეს ეს რიგით გათვალისწინებული ორი საკითხი გახლავთ. ესენი არის კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებლთა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კაროში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტები და ამავდროულად კიდევ ერთი ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ სხვა ცვლილებებთან ერთად. ხოლთ რომ დავამტკიცოთ დღის ეს რიგი. დიდი მადლობა. დავიწყოთ მეორე საკითხით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი თორნიკე ჭეიშვილი. მადლობთ ბატონო არჩილ, მოგესალმებით ბატონო კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას და მის თანმდევ ასევე კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას. წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებიდან ამომდინარე, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლომ თელავის რაიონული სასამართლოს წარდგინების საფუძველზე არაკონსტიტუციურად კერძოდ კონსტიტუციის 31 მუხლის 1 და 3 პუნქტებთან შეუსაბამოდ ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის მესამე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირისთვის, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ შეურაცხადი გახდა, უშვებს ბლანკეტურად სისხლის სამართლის სამართალწარმოების გაგრძელებისა და გამომტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. Არშუნიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებას, როგორც მოგახსენეთ, ორ საკანონმდებლო აქტში და ძირითად პრინციპებს გაგაცნობთ, ესე იგი ორივე კანონპროექტთან მიმართებით. პირველი, რაც ალბათ ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი სიახლეა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი, ეს არის პროცესუუნარო პირი. თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ გახდება პროცესუუნარო, რაც თავის მხრივ არის დაკავშირებული ფსიქიკური აშლობის მდგომარეობასთან, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე არაუმეტეს 3 თვის ვადით შეჩერდება ან არ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. ხსენებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და ამის საფუძველზე შემდგომ უკვე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. პირი უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, ასეთ შემთხვევაში, რომელშიც არის უზრუნველყოფილი სპეციალური დაცვა და დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება, თუ შუამდგომლობის ინიციატორი მხარე არის ბრალდების მხარე. ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა, მაშინ აღნიშნული ვადა შეჩერდება და აქაც მე მგონი პრინციპი აბსოლუტურად გასაგებია, კოლეგებო, იმისათვის რომ გარკვეულწილად ბოროტად არ მოხდეს ამ მექანიზმის გამოყენება, არის შემოთავაზებული აღნიშნული პრინციპი. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება ან განახლდება შესაბამისად მას შემდეგ, რაც განჩინებაში მითითებული ვადა იქნება ამოწურული, ან ვადის გასვლამდე თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია პროაქტიულად შეიძლება ითქვას თავისი დასკვნით დაადასტურებს პირის პროცესუნარიანობას. ანუ ის გამოჯამრთელდება იმაზე უფრო ადრე, ვიდრე დაუშვათ ივარაუდა თავდაპირველად ექსპერტიზამდე, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შესაბამისად სასამართლომ. და უკვე პროცესის განახლების შემდგომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს უკვე ზოგადი წესის მიხედვით, რაც გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34 მუხლიდან. ეს გახლავთ ძირითადი ასე ვთქვათ პრინციპები, რაც შეიძლება პირველი მოსმენით იქნეს აღნიშნული ამ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ცვლილებათა პაკეტი არის მომზადებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და დაჩქარების საკითხთან მიმართებითაც იმას განმარტავ დამატებით, რომ რეალურად საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს განუსაზღვრა 2024 წლის ივლისში, სწორედაც მიმდინარე წლის დეკემბერი, როგორც უკანასკნელი თარიღი, რათა მომხდარიყო შესაბამისი მუხლის საპროცესო კოდექსის 191 მუხლის შესაბამისობაში მოყვანა გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან. კითხვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვარ დისკუსიისთვის. მადლობთ.
კოლეგებო, კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები თუ არის ამის მსვლელობთან დაკავშირებით? ასაგებიც არის გამომდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებიდან. მადლობა, ბატონო თორინტე, მადლობთ. დასრულებულია. გთხოვთ რომ მოგზავნოთ შემდეგ საკითხს მოხსენებელი მეგახლავთ. კოლეგებო, როგორც შევთანხმდით, დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი, ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, მოხსენებელი გახლავთ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონო არჩილ, გთხოვთ პირველი მოსმენით წარმოგვიდგინოთ პრინციპების დონეზე აღნიშნული ინიციატივა. მადლობა. საზოგადოებისთვის გავაკეთებ განმარტებებს, გამომდინარე იქიდან რომ ეს ინიციატივა კომიტეტის წევრების მიერ არის ინიცირებული და რაც თავარია ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ინიციატივა, რომელთაც მოუგმართა საქართველოს პარლამენტს, რომ დაგვიმუშავებინა საკითხი და შესაბამისად წარგვედგინა კომიტეტებისთვის და პლენარული სტომებისთვის და საზოგადოებისთვისაც, რომლის მიხედვითაც დღეს მოცემულობით დაახლოებით 35,000 ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო შეჩერებული აქვს მართვის მოწმობა და შესაბამისად მართვის უფლება. ალკოჰოლური თრობის საფუძვლით 18,310 ადამიანს აქვს შეწყვეტილი. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისათვის 1134-ს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის 3,504-ს, ქულების ამოწურვისთვის 791-ს, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით 327-ს, ხოლო სხვადასხვა მიზეზებით, ანუ როდესაც მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო 11,399 ადამიანს. წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით რამდენიმე 10,000 ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად, ნაწილ შემთხვევაში დეტალურად მოახსენებთ რა შემთხვევებია, 1 იანვრიდან, ნაწილ შემთხვევაში 1 თებერვლიდან, ხოლო ზოგ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული საფუძვლები დადგება იმ მომენტიდან, აიღონ მართვის მოწმობები და ამავდროულად კარგად დაფიქრდნენ, სანამ ჩაიდნენ ახალ დარღვევას, ან მაგალითად ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ დასხდებიან საჭესთან, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მეორე ნაწილი გულისხმობს იმ საშეღავათო პერიოდის და დისკრეციული უფლებამოსილების გაუქმებას, რომელიც ეხლა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კანონში არის გაწერილი, სადაც მაგალითად პირს, რომელსაც ალკოჰოლური სიმთვრალის გამო 1 წლის განმავლობაში შეზღუდული აქვს მართვის უფლება, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ნახევრის გასვლის შემდეგ მიემართა საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელისათვის, გადაეხადა შესაბამისი თანხა და სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების პარაგრაფშიც საპატრულო ხელმძღვანელს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მათთვის მართვის მოწმობა დაებრუნებინა. ასეთი რეგულაცია კანონში აღარ იქნება. შესაბამისად, ეხლა, როდესაც რამდენიმე 1000 პირი დაიბრუნებს მართვის მოწმობას, მათ ექნება შესაძლებლობა, რომ რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით მართონ სატრანსპორტო საშუალებები, ამავდროულად გააფრთხილდნენ, იმიტომ რომ მსგავსი ანალოგიური დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მათ სრულად მოუწევთ მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადის ბოლომდე ამოწურვა და აღარ იქნება არავითარი საშეღავათო პერიოდი. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს თუ ვიზე ვრცელდება. პირებს, რომლებთაც ქულების ამოწურვის გამო აქვთ მართვის მოწმობის მოქმედება შეჩერებული და 791 ადამიანი არის ამ რაოდენობა ამ პირთა, 2026 წლის 1 იანვრიდან აღუდგებათ 100-ქულიანი სისტემიდან გამომდინარე ასივე ქულა და ამავდროულად 1 იანვრიდან შეძლებენ, რომ დასხდნენ ავტომობილებს.
ალკოჰოლური თრობის საფუძვლით და შეწყვეტილი აქვს როგორც მოახსენეთ 18300 ადამიანს მართვის მოწმობის მოქმედება პირველი თებერვლიდან 2026 წლის პირველი თებერვლიდან მათ შეეძლებათ რომ მართონ თავიანთი ავტოტრანსპორტო საშუალებები ეს ერთთვიანი შუალედი საჭირო არის იმისათვის რომ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები და ტექნიკური საკითხები მოგვარდეს პირველი თებერვლიდან გამოქვეყნდება საიტზე კონკრეტული პირებზე ინფორმაცია რომ მათ აღუდგათ მართვის მოწმობები და შეძლებენ რომ თავისუფლად დასცნენ თავიანთ მანქანებს რაც შეეხება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისათვის ასეთი არის 1124 პირი ამ შემთხვევაშიც შეეძლებათ რომ პირველი თებერვლიდან აღიდგინონ მართვის მოწმობების მოქმედება ბატონო ხო პირველ თებერვლიდან აღუდგებათ მათაც შესაძლებლობა ხოლო პირებს რომლებიც ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის და იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლების 45 პრიმა და 115 სეკუნდა მუხლებით აქვთ ჩამორთვეული მართვის უფლებები მათ შეეძლებათ რომ მიიტანონ დინამიური დასკვნა, ანუ იგულისხმება სამედიცინო დასკვნა რომ ისინი არ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები და ამ დინამიური დასკვნის მიტანის მომენტიდანვე აღუდგებათ თორსაბის წარმოებასაც გარკვეული ვადა დასჭირდება, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეზე აქვს საუბარი, შეეძლებათ რომ დასცენ ისევ სატრანსპორტო საშუალებებზე. იგივე წესი მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირების შემთხვევაში, ეს არის მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები შეძენა შენახვა და 273 მუხლის შემთხვევაში, როცა ეს არის განმეორებით თქვათ მაგალითად მარიხუანის მოხმარება, ნარკოტიკული საშუალების შეძენა. ანუ მომხმარებლებზეა საუბარი. ეს პირების თუ მიიტანენ დინამიურ დასკვნას, რომ არ არიან მომხმარებლები, მათაც აღუდგებათ მართვის მოწმობა, მაგრამ ისევ და ისევ იმედა თქვით, რომ შემდგომი დარღვევის შემთხვევაში კანონი მოქმედებს მათ მიმართ სრული სიმკაცრით. რაც შეეხება მიმართვის უფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის ვალდებულება არ ექნება იმ პირებს, რომლებიც ალკოჰოლური სინთვალის გამო აქვს ჩამორთვეული მართვის მოწმობები, არც იმ პირებს, რომლებიც მიატოვეს სატრანსპორტო შემთხვევის ადგილები, ხოლო სხვა შემთხვევაში ნარკოტიკულების შემთხვევაში მათ რა თქმა უნდა მოუწევთ კონკრეტულად მიმართვა სახელმწიფო დაწესებულებისათვის. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ეს არის განსაზღვრული სასამართლო, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა რელევანტურ უწყებასთან, რომ ხომ არ არის შესაძლებელი, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ მიმართვის შესაძლებლობა და არ იყოს ეს დროსთან დაკავშირებული და უფრო შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მოწმობების დაბრუნება, იგულისხმება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევები, რა თქმა უნდა, ხოლო დანარჩენებზე, როგორც მოგახსენეთ, არ ჭირდება ასეთი მიმართვის განხორციელება. ეს არის ის საკითხები, რომლებიც დარეგულირებულია წარმოდგენილი კანონპროექტით, თუ არის კითხვები? მითხარით. არა, კითხვა. გვადლობთ კითხვები თუ არის, ბატონო დავით, გისმენთ? მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით საზოგადოებას, მე მინდა ინიციატივას გამოვეხმაურო და უბრალოდ დადებით პოზიტიური მისი მნიშვნელობა აღნიშნოთ ხაზგაუსვა, ჩვენი საზოგადოება ძალიან პოზიტიურად ხვდება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, პრაქტიკულად ამნისტია ხდება მართვის მოწმობებთან დაკავშირებით არსებულ საკითხებში, თუმცა ამავდროულად, როგორც მოხსენებელმა განაცხადა, შემდგომი გამოყენება ავტომობილისა, მისი მართვა და იქნება, რა თქმა უნდა, იმ საკანონმდებლო ჭრილში მოქცეული, როდესაც ჩამორთმეული მართვის მოწმობა უკვე შემდგომ ნახევარი ვადის გასვლის ფონზე ვეღარ აღდგება დისკრეციული წესით. ამიტომ ცხადია, რომ ამ ყველაფერს მეტი ყურადღება და გაფრთხილება დაჭირდება ჩვენი საზოგადოების მხრიდან. აქვე მინდა კითხვა დაგისვათ, ჯარიმების გადაუხდელობის გამო აქვთ კონკრეტული მართვის მოწმობა ვერ იყენებენ მართვის მოწმობას, მის ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორ არეგულირებს ახალი ინიციატივა. სხვა კითხვები თუ არ არის დარბაზიდან,
გისმენთ? მოგესალმებით კოლეგებო, ბატონო არჩილ, ერთი დაზუსტება მინდა და ჩემ მოსაზრებასაც ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. პრინციპში მოსაზრებით მირჩევნია დავიწყო, რომ ნამდვილად პოზიტიური საკითხია ეს, რომ შესაძლებლობა ეძლევათ ადამიანებს, თუნდაც მათი გადაცდომიდან გამომდინარე შანსი ჰქონდეთ, რომ რეალურად შეძლონ მართვის მოწმობების დაბრუნება და ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან პოზიტიური ნაბიჯია. და იმედია რომ თქვენი თქმის არ იყოს ბატონო არჩილ ამას სწორად გაითავისებენ ადამიანები რომლებიც შემჩნეული არიან ასეთ დარღვევებში ერთი დაზუსტება მაინტერესებს მხოლოდ სისხლის სამართლის შემხებლობაში თქვენ ახსენეთ ნარკოტიკული მცირე დოზაზე ნარკოტიკული სხვა შემთხვევაში არ ეხება ხო სისხლის სამართალს აი მაინტერესებდა დაზუსტებით ეს მხოლოდ ის მცირე დოზით ნარკოტიკული ნივთიერებების შემხებლობაში იგულისხმება დიდი მადლობა მიღებულია თქვენი კითხვა ბატონო ზურაბ, ბატონ გურამ და ბატონ ზაზა ითხოვს ასევე. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონ არჩილ. ესეთი კითხვაც არის და ამ კითხვაში შეიძლება შემოთავაზებაც იგულისხმებოდეს, რომ კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ამინისტია დავარქვათ, ასე ვთქვათ, შეღავათი შეეხებათ პირებს, რომელთაც აქვთ ეს მართვის უფლება ჩამორთმეული უკვე ზოგს 1 წელია, ზოგს წელიწადნახევარია, ზოგს 2 კვირა, ზოგს 2 დღეა, ანუ ყველას ერთდროულად შეეხება, ხო ესეა? და ხო არ იქნება უფრო სამართლიანი მიდგომა, რომ დაუშვათ როგორც აქამდე კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული, რომ დისკრეცია ჰქონდა საპატრულო დეპარტამენტის დირექტორს ჯარიმის გადახდის შემთხვევაში დისკრეცია ჰქონდა, რომ ნახევარი თუ გავიდოდა მინიმუმ, ამის შემდგომ შეიძლებოდა რომ თქვათ აღდგენილი ყოფილიყო მართვის უფლება, ამ პრინციპზე იყოს ეს საკანონმდებლო ინიციატივაც, რომ ვისაც ნახევარი აქვს გასული უკვე, მაგრამ ბოლომდე არ არის ეს გასული და იმათ ეს შეეხოთ და ვისაც გაუვა ნახევარი ამის მერე, ანუ პრინციპი იყოს არა ის რომ 1 დღეა თუ 3 წელი ყველა შეეხოს, არამედ პრინციპი იყოს ის რომ ნახევარი ვადა იყოს გასული და აქაც ბუნებრივია რომ ეს შეეხება ყველას იმის მერე რაც გავა ეს ნახევარი. ასე ვთქვათ, კითხვაც არის ეს რომ ესეთი რამე ხო არ არის გათვალისწინებული ამ კანონპროექტში და თუ არის საშუალება ან შინაარსობრივი რომ ეს იყოს გათვალისწინებული. ბატონ ზაზა გისმენთ? მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით მეგობრებო, ბატონო არჩილ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რა თქმა უნდა, რომელიც თქვენ დღეს წარმოადგენთ და რა თქმა უნდა ათასობით ადამიანს აღუდგება მართვის მოწმობები და მანქანის მართვის უფლება, ეს ძალიან კარგია. ამავე დროს მინდა შევეხო იმ 3520 ადამიანს, რომელსაც ნარკოტიკის მოხმარების გამო ჰქონდა ჩამორთმეული მართვის წიგნაკი. ეხლა შემოგვაქვს არა მარტო მოხმარებისთვის, ხო არა მარტო მოხმარებისთვის. ნარკოტიკული დამაშაულებისთვის და შემოგვაქვს ცნება ამ შემთხვევაში როგორც დინამიური დაკვირვებას წარდგენის შემთხვევაში რა ვქნათ იმ ადამიანებთან ვინც ჩამოცვლები თერაპიაში იმყოფება ეხება თუ არა ეს მათ თუ აქ რაიმე რეგულაციები ხო არ ემატება ამ ორ კანონს რაიმე მადლობა კითხვები თუ აღარ არის დარბაზიდან მაშინ გთხოვთ ბატონ არჩილ რომ უპასუხოთ მოგკითხვით დავიწყებ ჩანაცვლებით თერაპიაში ვინც არიან პირები როგორც მახსოვს უბრალოდ გადავამოწმებ არ მინდა რომ შეცდომაში ვიყოთ მომიტევით როგორც მახსოვს ამ პირებს აქვს შესაძლებლობა რომ მართონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები თუ სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართულები მაგრამ არ აქვთ უფლება რომ მართონ ახალი ცვლილებების მიხედვით რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო თუ მოიხმარენ იმ შემცვლელ ნარკოტიკულ საშუალებას ისიც ნარკოტიკული საშუალება არის თქვენ ჩემზე უკეთესად ის საკითხი მოხმარებიდან 3 საათის განმავლობაში ისინი სატრანსპორტო საშუალებაზე ვერ დასხდებიან მაგრამ შემდეგ უკვე 3 საათის შემდეგ შეეძლებათ რომ ავტომობილზე დასხდნენ უბრალოდ მახსოვს ასეთი რეგულაცია გვაქვს უკვე გათვალისწინებული და შემოსად ეს სულები მათ არ ეხება აქ არის საუბარი იმ პირებზე რომლებიც მომხმარებლები არიან არც ჩართული არიან არანაირ პროგრამაში და მათ ჰქონდათ ჩამორთმეული მართვის მოწმობები რაც შეეხება არ ვიცი ამდენად ამოწურულად გავიცი კითხვას პასუხი თუ
იქნება დაუსტება, რა თქმა უნდა, შევეცდები უფრო ზუსტად გაგცეთ. რაც შეეხება ბატონი ზურას გადაკიზის კითხვას, დიახ, მხოლოდ და მხოლოდ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვაზე ან მოხმარებაზეა საუბარი, კიდევ ერთხელ ვთქვათ, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე და ორივე შემთხვევაშიც აუცილებელია დინამიური დასკვნის მიტანა. სხვა დანაშაულებზე არ არის. აი მაგალითად, თუ პირმა სხვა პირს მიაყენა ის ჯანმრთელობას მიაყენა ზიანი ავტოსანსპორტო შემთხვევის ავარიის შედეგად, მან პირს არ აღუდგება მართვის მოწმობა. რაც შეეხება გადაუხდელ ჯარიმებს, ბატონ დავითის კითხვის პასუხად, მოქმედი რეგულაციის მიხედვითაც, როგორც კი ჯარიმების გადახდა მოხდება, იმ მომენტიდანვე აღუდგება, აქ არაფერი არ იცვლება, თან ძალიან რთულია მოგეხსენებათ, რომ დიფერენცირება მოხდეს, იმიტომ რომ ბევრი სამართალდარღვევა, რომელიც გადაუხდელობდეს, რომლისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობაც მეორე ან მესამე შემთხვევაში იწვევს მართვის მოწმობის შეჩერებას, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მარეგულირებელია, მათ შორის შეიძლება იყოს ფინანსთა სამინისტროსიც კი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ნახევრის გასვლის პრინციპს, ბატონი გურამის კითხვა იყო, პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც ამაში მდგომარეობდა, რომ მოდი ყველა პირს მიცეთ შესაძლებლობა, რომ ამ კუთხით წყალებში ცხოვრება დაიწყო ახალი სუფთა ფურცლიდან, ყველას მიუხედავად იმისა, 9 დეკემბერს იქნება თუ 9 ოქტომბერს თუ ნებისმიერ და 10 ივლისს ნებისმიერ დროს აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა, დაემიეცეთ მათ შესაძლებლობა, რომ მართონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მაგრამ გავფრთხილდნენ მართვის მოწმობის დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ისინი სახთელისგან გათავისუფლებულები არიან და ამავდროულად არ ნიშნავს იმას, რომ თუ კიდევ ერთხელ თვალები უკაცრავ ნასვამი ალკოჰოლური თრობის ქვეშ დასხდებიან საჭესთან, მათ პასუხისმგებლობა არა პირველი შემთხვევისთვის, არამედ უკვე მეორე შემთხვევისთვის მოუწევთ და შესაბამისი პასუხისმგებლობაც უფრო მკაცრი დაუდგებათ. ამიტომ ყველა ვისაც მიეცემა მართვის მოწმობა, უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ დაარღვიოს შესაბამისი რეგულაციები და რატომ? იმიტომ რომ სიმთვრალის შემთხვევები ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, რაც იწვევს ავტოსანსპორტო შემთხვევებს. ხოლო ავტოსანსპორტო შემთხვევები სხვათა სიცოცხლეს სპობს და ერთმა დაიფაროს ყველას, აზიანებს სხვა ადამიანების ჯანმრთელობას, ანადგურებს სხვა ადამიანების და კერძო საკუთრებებს და სახელმწიფო საკუთრებებს, შესაბამისად მაქსიმალური პრევენცია საჭირო და ზუსტად ამიტომაც უქმდება ის ნორმები, რომლებიც აძლევდა ფიქრის საშუალებას კონკრეტულ სამართალდარღვევას, რომ არა უშავს დავლევ რამდენიმე ჭიქას, დავждები მანქანასთან და თუ საპატრულო სამსახური შესაბამისად ჩამომართვებს მართვის მოწმობას, მე აი მაინც მექნება შესაძლებლობა, რომ ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ მიმართო ისევ საპატრულო სამსახურს, გადავიხადო კონკრეტული თანხა, ან ჩავაბარო მართვის მოწმობის გამოსთა ხელახლა და ამ მართვის მოწმობას უკან დავიბრუნებო, ასეთი შესაძლებლობა აღარ იქნება. ანუ სრულად მოუწევთ წელი ვადით რომ დაიმშვიდობონ და უარი თქვან სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამ მართვის მოწმობის უკან დაბრუნება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს, რომ სატრანსპორტო საშუალებები პირებმა გამოიყენონ თავიანთი ნებისმიერი კერძო მიზნებისთვის, სახოპაცხოვრებო მიზნებისთვის და ეს იქნება ერთგვარი ერთი მხრივ წახალისება და მეორე მხრივ პრევენცია იმისა, რომ ახალი დარღვევები აღარ მოხდეს. კი ბატონო, თუ არის დაზუსტებები დარბაზიდან, ასეთი არ ფიქსირდება. ბატონო არჩილ დასკვნითი სიტყვით ხალხი ხომ არ ისარგებლებთ? კეთილი, მაშინ საკითხი განხილულია. მადლობთ. კოლეგებო, შეგვიძლია გადავიდეთ კენჭის ყრებზე, განვიხილეთ ორი საკითხი შეგახსენებთ. პირველს ჩვენ უყრით კენჭს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას, რომელიც ბატონმა არჩილმა წარმოადგინა. ვინ არის მომხრე, რომ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას? წინააღმდეგი? კი ბატონო, ესე იგი აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა წინააღმდეგი, არავინ არ არის ამ საკითხის მხარდაჭერას.
და მეორე საკითხი ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება, რომელიც მე წარმოგიდგინეთ ამ შემთხვევაში, ვინ არის მომხრე, რომ დაუჭიროთ პირველი მოსმენით მხარე, წინააღმდეგი, არავინ, შესაბამისად მხარდაჭერილია აღნიშნული საკითხი ასევე დამსწრდა სრული კონსენსუსით. დღისას რიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია, კომიტეტის სხდომა დახურულია. გმადლობთ.